მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ Professional Scrum Product Owner 2-ის გამოცდის დეტალებთან დაკავშირებით. გამოცდა ღირს $250 თითოეულ სტაზე. თუ გახსოვთ Professional Scrum Product Owner 1 ღირს და $200, ვინაიდან და რადგანაც ეს უკვე არის advanced დონე, მისი ღირებულება არის $250. გამსვლელი ქულა აქაც ისევე როგორც Professional Scrum Product Owner 1 შემთხვევაში არის 85%, თუმცა Professional Scrum Product Owner 1-ის განსხვავებით, აქ შეკითხვების რაოდენობა არის უკვე 40 ცალი. პირველ გამოცდაზე არის 80 შეკითხვა. აქ არის 40 შეკითხვა, რაც ნიშნავს ლოგიკურად იმას, რომ გართულებულია შეკითხვები და აქ უკვე ნაწილობრივ ქულები გერიცხებათ თითოეულ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ შეკითხვაში გეკითხებიან, რომ ამოირჩიეთ ორი საუკეთესო ვარიანტი და თქვენ გასცემთ მხოლოდ ერთ საუკეთესო ვარიანტს პასუხს, ხოლო მეორეს, რომელსაც შემოხაზავთ, არ იქნება სწორი, დაგერიცხებათ პროპორციულად ამ კითხვის შესაბამისი ქულა, ამიტომ მეათედებით და მიასედებით რომ მიიღებთ საბოლოო ქულას, არ გაგიკვირდეთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მრგვალდება საბოლოო ჯამში. გამსვლელი ქულა, როგორც ვთქვით, ამ შემთხვევაში არის 85%, რომ გადალახოთ და მიიღოთ სერტიფიკატი. კითხვების ფორმატი ანალოგიურია, როგორც Scrum Professional Product Owner 1-ის შემთხვევაში და ეს არის ისევ multiple choice, multiple answer, მაგრამ Scrum-ი გვეუბნება, რომ აქ true and false შეკითხვები არ არის. თუმცა პირადად მე მომივიდა ეგეთი შეკითხვა, სადაც кейსი იყო მოყვანილი და სიტუაცია იყო აღწერილი და როგორ მოიქცა Scrum Product Owner-ი, მართალი იყო თუ არ იყო არასწორად მოიქცაო და მე პირადად მახსოვს, რომ ეგეთი შეკითხვა მომივიდა, მაგრამ საინტერესოა, რომ PSPO 2-ზე აღნიშნული რაღაც, საიტზე არ ვდებ ყოველ შემთხვევაში. ენა ცხადი არის ისევ ინგლისური. როგორც PSPO 1 შემთხვევაში Scrum-ი თვითონ გვიწევს რეკომენდაციას მათ მიერ აკრედიტირებული საგამოცდო ცენტრების, ტრენინგ ცენტრების მიერ კურსებს, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ ძვირად ღირებულია და Udemy-ზე და სხვაგანაც შეგიძლიათ მსგავსი სასერტიფიკატო მომსამზადებელი კურსების ტრენინგები ნახოთ, ან დამიკავშირდეთ მე და დაგეხმარებით ყველანაირად. პრერეკვიზიტი გამოცდის ამ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, მაგრამ Scrum-ი რეკომენდაციას უწევს, რომ თუ გინდა Scrum PSPO 2-ზე გასვლა, აუცილებლად უნდა ჩააბარო, რეკომენდირებულია, რომ ჩააბარო და ჩაბარებული გქონდეს Scrum PSPO 1. თუმცა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თუ პრაქტიკული ცოდნა იმდენად კარგი გაქვთ და იმდენად გათვითცნობიერებული ხართ ამ სფეროში და უკვე მუშაობთ product owner-ად და თვლით, რომ თქვენი დონე უკვე არის ისეთ იმდენად მაღალი და არ არის დამწყები, შეგიძლიათ პირდაპირ გახვიდეთ Scrum PSPO 2-ზე და პირდაპირ ჩააბაროთ ეს გამოცდა. აქაც Scrum-ი გვთავაზობს საჯარო public ტესტებს, გამოცდის შეკითხვებს, რომელიც წარმოდგენა შეგიგნით, რა ტიპის კითხვები მოგივათ გამოცდაზე. ამას დაგილინკავთ, რაც რასაკვირველია და თუ სურვილი გექნებათ უფრო მეტი დეტალის შესახებ, მომწერეთ თავისუფლად დაგაკვალიანებთ. ანალოგიურად ეს გამოცდაც არის lifetime, არ სჭირდება არანაირი განახლება, არანაირი გადასახადის გადახდა ყოველწლიურად, არანაირი personal development hours დალოგვა ყოველწლიურად, რომ ეს სერტიფიკატი გაგრძელდეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ Professional Scrum Owner-ის ეს სერტიფიკატები ამ მხრივ არის ძალიან კომფორტული, ძალიან მოქნილი და თუ მუშაობთ ამ მიმართულებით, ნამდვილად ღირს ამ სერტიფიკატის აღება. იმ რესურსის და კომიტმენტის ჩადება, როგორც ფინანსური, ასევე დროითი, რასაც ეს გამოცდა გაძლევთ ბაზარზე, რა შესაძლებლობებს გიხსნით. იდეაში საჯარო ინფორმაცია და ძირითადი ინფორმაცია PSPO 2 შესახებ ეს იყო. თუ რამე კითხვები გექნებათ, დამიტოვეთ კომენტარები და აუცილებლად გიპასუხებთ. მადლობა.